იერუსალიმის მტვრიანი ქუჩებიდან რომამდე დიდი გზა იყო, მაგრამ მარიამ მაგდალინელს ეს გზა არ აჩერებდა. მასთან მიჰქონდა ამბავი, რომელიც სამყაროს შეცვლიდა. როგორც გავლენიან ქალს, მას ძალა შესწევდა თავად იმპერატორ ტიბერიუს კეისრის წინაშე წარმდგარიყო. როდესაც მარიამი სასახლის დარბაზში შევიდა, ხელში მხოლოდ ერთი უბრალო, თეთრი კვერცხი ეჭირა. ძველი ტრადიციისამებრ, იმპერატორთან ხელცარიელი არავინ მრიდიოდა, თუმცა ეს საჩუქარი ყველაზე მოკრძალებული იყო, რაც კი კეისარს ოდესმე მიუღია. მარიამმა თვალებში ჩახედა იმპერიის მბრძანებელს და მტკიცე ხმით წარმოთქვა სიტყვები: ქრისტე აღდგა. ტიბერიუსმა ჩაიცინა. მისთვის, პრაგმატული რომაელისთვის ეს აბსურდი იყო. მან კვერცხზე მიუთითა და დამცინავად მიუგო. ადამიანი ისევე ვერ აღდგება მკვდრეთით, როგორც ეგ კვერცხი ვერ გახდება წითელი. სიტყვა დასრულებული არც ჰქონდა, რომ დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. მარიამის ხელის გულზე თეთრი კვერცხი ნელ-ნელა ფერს იცვლიდა. შემდეგ კი მაცხოვრის მიერ დაღვრილი უდანაშაულო სისხლის ფრად შეიღება. კეისრის დაცინვა გაოცებამ, შემდეგ კი შიშმა შეცვალა. მარიამმა ისარგებლა წამით და ტიბერიუს უამბო სიმართლე, პილატეს უსამართლობაზე, ჯვარცმაზე და იმ დიდ გამარჯვებაზე, რომელიც სიკვდილზე სიცოცხლის ზეიმით დასრულდა. იმ დღეს რომში პირველად გაისმა სახარების ქადაგება. სწორედ მარიამ მაგდალინელის ამ გაბედულმა ნაბიჯმა დაუდო საფუძველი ტრადიციას, რომელიც საუკუნეებს უძლებს.